ჩემო ბარტყებო საღამომშვიდობისა ყველას. მოდი ესეთი ტიპის საჯარო გაშლით. რა გზავნილი აქვთ შენთვის, შენს ფარველ ანგელოზებს. აი ესეთი გაშლა მინდა რომ გავაკეთო. და ამ შემთხვევაში უფრო ვიტყოდი იმას, რომ ცხოვრების რა ეტაპსაც ახლა გადიხარ, ყველაზე მეტად რა ინფორმაცია გჭირდება, რისი მოსმენა სჭირდება შენს გულს, შენს ყურს, აი ამას შევხედოთ აქ. ნახოთ ახლა აქ ესეთი ამბავი. შენი, ასე ვთქვათ, მფარველი ანგელოზები რა ამბავს გითვლიან, რა მესიჯს გითვლიან, რა შეტყობინებას გითვლიან. თუმცა მანამ სანამ აი ამაზე გადავალთ, უნდა ვნახოთ ცხოვრების რა ეტაპს, რა პერიოდს გადიხარ ახლა, ცხოვრების რა ეტაპს და რა პერიოდს გადიხარ ახლა. მე რატო ხდება ეს? რაღაც მგონი არის რაღაცასთან დაკავშირებით ძალიან ხარ გაბრაზებული, ფიცხი ენერგიები ტრიალებს. ნახოთ ახლა ჩვენ აქ ასეთი ამბავი. ცხოვრების რა ეტაპს და რა პერიოდს გადიხარ შენ ახლა? მართლმსაჯულება. მართლმსაჯულება შემდგომ. რა პერიოდს გადიხარ? რაღაც არჩევანი გაქვს გასაკეთებელი, რაც ეხება ამ შემთხვევაში. უფრო ვფიქრობ, რომ პირად ცხოვრებას, ხო, აქ არის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არჩევანი გასაკეთებელი და არა მარტო პირად ცხოვრებაში, ზოგადად შენს ინტერესებთან, მიზნებთან, აი კარიერასთან, ფინანსების, ესე ვთქვათ, აი მთავარი წყარო რომ მოიძებნოს, რომ საიდან შეიძლება ამოვიღო მე ის რესურსი, რა რესურსით თავის დროზე მეჩემს განვითარებაში, განათლებაში, საქმეში ჩავდე, აი საკუთარი თავის გეზის, აღების, აი მიმართულების ძიებაში, როდესაც ხარ, ურთიერთობაში მიმართულებას რო ეძებ, ცხოვრებაში მიმართულებას რომ ეძებ, რომ გინდა იპოვნო საკუთარი თავი, რაღაცასთან დაკავშირებით ხარ ძალიან უკმაყოფილო, რაღაცასთან დაკავშირებით საკუთარ თავს ახსენებ, რომ იცი რა არის, მე ესე რაღაცა ვარდებით და იებით მოფენილი გზა აქამდე არ გამივლია, მე საკმაოდ ბევრი ტკივილი ვნახე, მე ვიყავი ვიღაცისთვის არჩევანი, სადაც მე არ დამაპრიორიტეტეს, მე ვიყავი ადრე ვიღაცისთვის, ესე ვთქვათ, მეორე ადგილზე მდგარი ქალი, იმიტომ რომ მე ის არ მაპრიორიტეტებდა მისთვის მე არ ვიყავი პირველი არჩევანი, ხო, პირველ ადგილას მდგარი. ამიტომ არ მინდა იგივე განმეორდეს, არ მინდა ჩემი თავი ისევ უკანა პლანზე დავაყენო. და არ მინდა რომ ჩემს ახლანდელ და სამომავლო ცხოვრებაში ისევ განმეორდეს მსგავსი რამ, რომ ვიყო ისეთი ადამიანების გვერდით, ან გარემოცვაში, ან ურთიერთობაში, ან საქმეში, სადაც მე არ ვარ ვიღაცისთვის პრიორიტეტი, სადაც ვიღაცამ პირველ ადგილას არ მაყენებს, სადაც ვიღაცისთვის ჩემი კარგად ყოფნა არ არის მნიშვნელოვანი. გამიგეთ? აი ცხოვრების იმ ეტაპს გადიხართ, როდესაც შეიძლება ამ მომენტში თავს გრძნობდეთ ძალიან გადაღლილად, თავს გრძნობდეთ ძალიან, აი როგორ გითხრათ, დუმილის მანტია გინდა რომ მოიხვიო, საკუთარ თავს ჩაუღრმავდე, შეიძლება ითქვას, რომ აი პროფესიაც კი, რასაც აი ახლა დაუშვათ, ასე ვთქვათ, რითიც საზრდოობ, რითიც ესე ვთქვათ, მუშაობ, რითიც ვითარდები, აი ამ პროფესიის ცვლილებაც კი გინდოდეს, ან რაღაცა ახლის დამატება, ახლის სწავლა, სიახლის შემოსვლა გინდოდეს, რაღაცა ახალი გინდა. ამას ემატება ისიც, რომ პირად ცხოვრებაში რაღაცა მიჯაჭვულობა ჩანს ისეთ ურთიერთობასთან, ან ისეთ ადამიანთან, ისეთ პიროვნებასთან, რომელიც ამ ეტაპზე ან ვერ გაძლევს იმ მოცემულობას, რომელი მოცემულობისთვისაც შენ ილტვი, აი ამაშია საქმე, მაგრამ ტაროს ბარათები ახლა აქ რასაც მეუბნება 6-იან კვერთხთან ერთად, აი შინაგანად გრძნობ ძალიან დიდი დოზით, რომ ბოლოს მაინც ისე იქნება ყველაფერი როგორც შენ გინდა, რომ ბოლოს გაიცინებ მხოლოდ შენ, რომ ბოლოს გაიმარჯვებ მხოლოდ შენ. პერიოდი, რომელსაც ახლა გადიხარ, ამას ქვია ჯადოქრის დუმილი. თქვენ აქ ხართ ქალბატონები, რომელი ქალბატონებიც უნდა იყოს ძალიან ძლიერი ინტუიციის მქონე. აი რაღაც ესეც ვხედავ, ცხოვრების ერთ დიდ დამღლელ პერიოდს ტოვებთ და გადიხართ რაღაცა ახალ სიახლეში და რეალობაში უნდა შეხვიდეთ. მე აქ ხედავ ქალს, რომელსაც აქვს ძალიან მეტყველი სიზმრები, რეალური სიზმრები, რომელიც უხდება, ქალი, რომელსაც ტაროს გაშლა შეუძლია, ტარო აინტერესებს, ეზოთერიით არის დაინტერესებული. ხო, აი რაღაცა ქალი, რომელიც რაღაც თავისებური ენერგიის პატრონია, ქალი, რომელსაც ყველა კაცი ეუბნებოდა, რომ აი შენის თანა რაღაც სხვანაირი მაგნიტური მიზიდულობა მაქვს, სხვანაირი ემოცია მაქვს, სხვანაირი ენერგიის პატრონი ხარ, აი საერთოდ სხვანაირი ხარ, 100-ში გამოგარჩევ, მილიონში გამოგარჩევ. აი ასეთი ტიპის ქალები ხართ. პლუს ამას ვხედავ ქალს, რომელიც ან მარტო გაიზარდა, თუნდაც დაუშვათ ოჯახი ყავდა, ამ მშობლები მარტო გაზარდა საკუთარი თავი, ყველაფერს თუ კი რამე გააჩნია აბადია დღეს, ყველა ის რესურსი, რაც ამ ყველაფრის მიღწევა სჭირდებოდა, თითქოს მარტომ საკუთარი შრომით და წვალებით მიიღო, მოიპოვნა და აი რაღაცნაირად მოპოვებული გაქვს ეს, აი ისე მოიპოვე, რომ აი გაისის
ხორცე, ყველაფერი, რაც კი რამე გამოიარე, ბევრი შრომა, ბევრი ტირილი, ბევრი გულის ტკენა, ეს ყველაფერი არის ის, რაც დაუშვათ შენ დღეს რამაც შეგქმნა. ხო? რამაც ფასი დაგადო და გაგააზრებინა რომ მე ვარ ძალიან ძვირფასი ჩემი თავისთვის პირველ რიგში და მე მინდა რომ სხვა თუ იქნება ჩემს ცხოვრებაში, ან საქმეში თუ ვიქნები, ურთიერთობაში თუ ყველგან ვიყო მაგარი, ყველგან ვიყო მყარი, ყველგან ვიყო სტაბილური, ხო? ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან კარმულ პერიოდს გადიხართ და ეს გაშლა არ იქნება ყველასთვის. ეს გაშლა იქნება ქალებისთვის, რომლებმაც საკუთარი ცხოვრების მთავარი გეზი, საკუთარი ცხოვრების მიმართულება არ ვიცი, აი რაღაცნაირად იმდენად უნდა 360 გრადუსით შეცვალოთ, რომ წლის ბოლოს შეიძლება საერთოდ ყბა ჩამოვარდნილებიც კი ისხდეთ, რანაირად, როგორ, საიდან, სად, როგორანაირად აღმოჩნდი. იქ, სადაც ახლა აქ ვზივარო. აი ეს იქნება ის სიტყვები, რასაც თქვენ ახალი წლის პერიოდში იტყვით, ხო, 2026 წელი რომ მიიწურება. საკუთარი თავის დაპრიორიტების წელი არის ბავშვებო. საკუთარი თავის, აი, თავარი პრიორიტეტი რო შენ ხარ და აპრიორიტეტებ შენს თავს, ხო? საკუთარი თავის სიყვარულის სწავლისა და შეცნობის პერიოდი იქნება. ბევრი თქვენთაგანი ისეთ პროფესიაში შეყოფთ თავებს, ან ისეთ სფეროში, ან ისეთ საქმეს მოკიდებთ ხელს, რაზეც აი ახლა შეიძლება საერთოდ არც კი ფიქრობთ და ვიღაცამ რო გითხრათ, შენ სულელი ხო არ ხარ, რომ შეიძლება ასეც უთხრათ. ახლა ჩვენ გადავალთ იმ თავარ კითხვაზე, რომელ კითხვასაც ჩვენ აი ესე ინტერესით ველოდებით, რას გითვლიან შენი მფარველი ანგელოზები. დავიწყეთ. რა არის მთავარი გზავნილი შენთვის შენი მფარველი ანგელოზისგან? რას გითვლიან შენი მფარველი ანგელოზები? შენი წინაპრები თუნდაც, ადამიანები, რომლებიც აღარ არიან ცოცხლები, რომლებიც მუდმივად არიან შენს გულში, გონებაში, რას გითვლიან შენ? არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს შენი მფარველი ანგელოზი, რა მესიჯი, რა გზავნილი მოდის შენთვის ახლა აქ ჩემი პირით შენთან. რა არის ის, რაც უნდა გაიგო? ამომიხტა ერთი არკანი, ეს არის 6-იანი ხმლები, ხმლების 6-იანი, კი ბატონო. ხმლების 6-იანი, საინტერესოა. დავიწყე. რას გითვლიან ხმლების დედოფალი, 6-იანი ხმლების დედოფალი, იმპერატორი აქ მოდის რაღაცნაირად მგონია რომ აქ ერთი პიროვნება, ერთი წუთი აბამაცადეთ. 7-იანი კვერთხები, მზის არკანი, ასების დედოფალი. გვარში მამის მხრიდან ქალები კარგი ყავდათ, კაცები არა. გვარში ძირითად შემთხვევაში ქალებს მამის მხრიდან მაქვს საუბარი, თუნდაც დედის მხრიდანაც მამაკაცებთან არ უმართლებდათ დიდად. მამის მხრიდან თითქოს კაცები არ ვარგოდნენ და ცოლები კარგი ყავდათ. დედის მხრიდან თითქოს ქალებს არ უმართლებდათ პირად ცხოვრებაში, იმიტომ რომ არ ხვდებოდათ ისეთი რაღაცა ურთიერთობები, სადაც თავად იქნებოდნენ სუსტები, ხო, აი სხვაზე აქეთ დაყრდნობილები და აქეთ ეყრდნობოდნენ თითქოს კაცები აი ამ ქალებს, ხო, აი ქალის კაცის პოზიცია შეთავსებული ჰქონდათ თითქოს თავად ეს ორივე კომბინაცია მათ შემდგომ. რაღაც არჩევანის წინაშე დგახარ შენ ჩემო გოგო. ფინანსურ კრახს განიცდი ახლა, შენ ძალიან ბევრი ფინანსური ვალდებულება გაქვს, შენ ძალიან ბევრი ფინანსური, ესე ვთქვათ, გასავალი გაქვს ასევე. ფინანსები გჭირდება, რაღაც საკითხები არის გადასაჭრელი, მოსაწესრიგებელი, დასალაგებელი, მაგრამ ფული არსად არ ჩანს. მთავარი ინფორმაცია აქ რაც მოდის 6-იანი ხმლით დავიწყე გაშლა ამ კითხვაზე, დავასრულე 8-იანი თასებით, გადიხარ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ერთი რაღაცისთვის იყავი მზად. ბედი გაგეხუმრება. ბედი გაგეკაიფება. ბედი აი რაღაცნაირად გაგეარშიყება, უფრო ლამაზი ეს იქნება, რომ ვთქვათ. ნახოთ ახლა აქ რას გითვლიან შენ, ნახოთ. აქ არის გარდაცვლილი ადამიანი, ნამდვილად აქ არის პიროვნება, რომელიც არის მამაკაცი. ადამიანი, რომელიც შეიძლება არის ან მამა, ან ბაბუა, გარდაცვლილი პიროვნება, რომელი ადამიანიც, შენი სისხლით მონათესავეა, ხო? აქ პიროვნებას სურს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვების გადმოცემა შენთან, თუმცა ჯერ ამბად მომიყვა, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რანი ვიყავით და ახლა რანი ვართო. თუმცა კონტაქტი არის აქ კაცის, მამაკაცის მხრიდან ასე რომ ვთქვათ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მგონია რომ არ არის დიდი ხნის გარდაცვლილი, 2-დან 3 წლამდე გარდაცვლილი, ან 2-დან 3 პერიოდია. შეიძლება ეს იყოს თუნდაც, არ ვიცი, 20-დან 30 წლამდე, შეიძლება? რატო არა, 2-დან 3 პერიოდი ამოდის, 2-დან 3 თუ 2-დან 3 წელი, 2-დან ათვალეთ, არ ვიცი, 2-იანი და 3-იანი უნდაერიოს, 20-დან 30 წელიც შეიძლება რომ იყოს. ნახოთ რას გითვლიან, აბა ნახოთ, ძალიან გფარველობს ედარდები, არ ემეტები იმ სიტუაციისათვის, რომელშიც შენ ახლა ხარ.
თავი ამბავი ხლა რა არის, რას გითვლის აი ეს პიროვნება, ვინც ჩვენთან მოვიდა, ხო? რას გითვლის ეს ადამიანი? რას გაფრთხილებს შენ ფარველი ანგელოზი? რას გაფრთხილებს შენ შენი ფარველი ანგელოზი? ძალა. სამელი ხმლები, უი, კოშკი, უი დედა. ხმლების მეფე. პირად ურთიერთობაში მე ვხედავ რომ არის შენს ცხოვრებაში მამაკაცი, რომელი მამაკაცი საკუთარი თავის თვითკმარობაში გაეჭვებს და კითხვის ნიშნებს გიჩენს. აქ პიროვნება რასაც გაფრთხილებს არის უფრო იმ ტკივილებზე, შფოთვებზე და იმ შიდა არეულობაზე და ნგრევებზე, რომელსაც აი ახლა ცხოვრებაში გადიხარ. და იმხელა გავლენა გაქვს ვიღაცის მოხვეული საკუთარ გულზე და სულზე, რომ აი ეს ყველაფერი, აი დაუშვათ ის კარგად დაგელაპარაკება, კარგ ხასიათზე ხარ, ცუდად დაგელაპარაკება, ის დღე აღარ გივარგა, ვიღაცის გავლენების ქვეშ ხარ მოქცეული, ჩემო ოქრო. შემდგომ გავაგრძელოთ ახლა აქ საუბარი. აქ რო გარდაცვლილი ადამიანი გვესაუბრება და რაღაცას ძალიან ესე ვთქვათ მყარად და სერიოზულად გვაფრთხილებს, აგერ არკანებსაც გაჩვენებთ, მეორე დაჯდა ზუსტად ავჩეხე, მე რამდენი დავჩეხე დასტა და მაინც დაჯდა ეს არკანები. კი ბატონო, გაფრთხილება მთავარი რა არის? გაფრთხილება მთავარი რა არის? მთავარი გაფრთხილება არის ის, რომ თუ კი მარტო ხელა ადამიანი ხარ, შენ ოჯახს რომ ასე ვთქვათ, როდესაც შექმნი, შენს ოჯახში შენი მამაკაცისათვის შენ იქნები, არა თუ ის, რომ აი გაფრთხილებდეს, რომ შენ უნდა იყო, არა, პირდაპირ მტკიცებით შეგეუბნება, რომ შენ იქნები ამ კაცისთვის, არ ვიცი, გაღმერთებული, ღმერთ ქალი, რომლისთვისაც ემეტება ყველა მისი ფინანსი, ყველა მისი მიღწევა, ყველა მისი, არ ვიცი, მიღებული ნაყოფი, ყველა მისი მოსავალი და აი ეს არის ის შენი მთავარი ბედისწერა, რასაც შენ ცხოვრება გიმზადებს. შესაბამისად, როდესაც მე ვიცი, ანუ ეს ადამიანი გეუბნება, როდესაც რომ მე ვიცი, მაქვს აი ამის შესახებ ინფორმაცია, რომ შენი მომავალი უნდა იყოს ასეთი, რატომ აძლევ ვიღაცას იმის უფლებას, რომ დაჯერდე იმას, რასაც თან გაძლევს, თან გენანება, თან ვერ გაწვდის და გამყოფებს ძალიან დიდ იმედგაცრუებაში. ხომარ ჯობია რაღაცებს ცოტა ძალიან მწარეთ, მკვახეთ, მძიმედ დავუსვათ წერტილი. 10-იანი პენტაკლის და იმპერატრიცას, ესე ვთქვათ, კომბინაცია ერთად რასაც გვაძლევს, აქ არის ქალი, რომელიც ძალიან მალე შექმნის ოჯახს. თუ მარტო ხელა ხარ, თუ მარტო ხელა არ ხარ, ურთიერთობაში ხარ, მაშინ მალე უნდა, ესე ვთქვათ, შემოვიდეს შენს ცხოვრებაში იმისი პერსპექტივა, ჩემო ძვირფასო, რომ შენ შეხვიდე სერიოზულ სტატუსიან, ესე ვთქვათ, მართლაც რომ სერიოზულ მყარ ურთიერთობაში. უბრალოდ რაღაცას აკეთებ არასწორად. ეს თუნდაც შეიძლება მოხდეს აი ამ მამაკაცთან, რატომაც ვინც ესე გაფიქრებს ახლა, მაგრამ შენი ქმედებებით შეიძლება ეს მამაკაციც დაიკარგოს და ის პოტენციალიც, რაც რეალურად შენ გელოდება ცხოვრებისაგან ურთიერთობებში. რას გაფრთხილებენ კიდევ? მეტი აქცენტი, მეტი ყურადღება ფინანსურ გასავალზე. მეტი აქცენტი, მეტი ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ ბევრი ვალი არ ავიღოთ ბანკისგან, ბევრი სესხები არ გვინდა, მეტად ვეცადოთ, რომ ფული ჭკვიანურად გავხარჯოთ, მეტად ვეცადოთ, რომ დავაბანდოთ, ან დავაგროვოთ, ან არ ვიცი, რაღაცა პროცენტულად რაღაცა შემოსავლიდან 20-30% მაინც ისე გადავდოთ და შევინახოთ, ვითომ ეს ფული საერთოდ არ გაგვაჩნია. გამოვიდეთ აი ამ ფინანსური კრახიდან. შემდგომში რას გაფრთხილებენ კიდევ? რას ვცელავთ, რას ვაშორებთ ცხოვრებიდან? აქ გაფრთხილებთ ბავშვობა ესეთ რაღაცას. პირად ცხოვრებაში მგონია, რომ გაქვთ რაღაც გარკვეული სახის პრობლემები. თავარი გაფრთხილება შენთვის ახლა რაც არის, რომ გადის. ნახეთ როგორ რაღაც არის წყვილში ამოხვედით, ხმლების მეფე, ხმლების დედოფალი. აქ არის თქვენი ურთიერთობა, რომელ ურთიერთობაშიც ახლა თქვენ და თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, პარტნიორი, მოქმედი თუ უმოქმედო, ხართ ერთი და იგივე ენერგიებში. ან ეს არის აი ამ ხმლების ენერგიაში და გაფრთხილებენ, რომ შენს უნდა იგივე ენერგიაში, ესე ვთქვათ, გადახვიდე. იმიტომ რომ შენ ამასთან არანაირად არ გაწყობს ახლა ემოციების გამოვლინება. მოცელე, გადი, ჩაუჭერი სიტუაცია არა. გაეცალე უბრალოდ სათოფეზე არ გაეკარო. გადი შორს, წადი, სადღაცას წადი, დაისვენე, დრო გაატარე. მოშორდი ცოტა ხანი თვალს. საკუთარ თავს მოუწყე დღეს ეს სწავლი. წადი გრანდ მოლში, რა ვიცი, თბილისი მოლში, ბათუმი მოლში, წადი მოლებში იარე, წადი რაღაცა სასტუმრო აიღე იქირავე, საკუთარ თავს შვებულება მოუწყე, როგორც შეგიძლია. არ შეგიძლია შვებულების აღება, სახლში როცა მოყვალ დაღლილი, სახლში ჩაიტარე, რაღაცა სახის ნიღაბი წაისვი, რაღაცა გადაივლე, აბაზანაში ჩაწექი, რაც შეგიძლია.
მოვიდა, ყავა გაიკეთე, ჩაი გაიკეთე, რაღაც საინტერესო ვიდეოებს უყურე, შემეცნებითი, აი არ საღამოები, საკუთარ თავს დაუთმე დრო, მაქსიმალურად. რას გაფრთხილებენ? აი ეს აქ რომ აი ასეთ ენერგიაში ზის, აქვს იმის პოტენციალი, რომ ისევ წყულში ჯდებით უყურეთ ახლა. იმპერატრიცა და იმპერატორი, ხმლების დედოფალი და ხმლების მეფე. აი ამ წყულს აქვს იმის პოტენციალი, რომ გადაიქცეს, გადამივარდა იმ წყვილად, ანუ იმპერატრიცა და იმპერატორის წყვილად. იმიტომ რომ ორივე ძალიან ჯახებთ. ორივეს გაქვთ პერიოდი, როდესაც ხანდახან ცოტა ხანი პაუზაზე ყოფნა აუცილებელია, რომ გადაფასება მოხდეს რეალურად იმ ურთიერთობის რა ურთიერთობაშიც ხარ, ხო? ნახეთ როგორ რაღაცა არის, ანუ მარჯვნიდან მარცხნივ უნდა გადავიდეს ეს ურთიერთობა, გამოვაჩინოთ ჩვენი იმპერატრიცა. გაფრთხილებენ იმას, რომ თუ გინდა რომ აი ეს მდგომარეობა გქონდეს, იყავი მის ენერგიებში, გაეცალე, მოშორდი. გადი, ნუ ენახები, გადი, აატკიე თავი, შენ არ უნდა გტკიოდეს ეს თავი, ტკიოდეს მას. ხო, სამკუთხედზე არ გადის ეს გარშლა ნამდვილად. სამკუთხედზე არ გადის, ხო, აი ამ შენი რაღაცა, სიზმრებთან იყავით ყურადღებით, რაღაც მნიშვნელოვან სიზმრებს ნახავთ. მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ საკუთარ თავს, სამსახურეობრივ საკითხებს, კარიერულ საკითხებს, რაღაცასთან დაკავშირებით ორი არჩევანი იქნება გასაკეთებელი და რომელსაც აირჩევ, რა შედეგი ექნება ამას? გადასარევი. არასდროს არ ამყოფო საკუთარი თავი იმ პოზიციაში, სადაც აი განცდა გაგიჩნდება იმის, რომ საერთოდ ვადარდებ მე ამ ადამიანს, ანუ თუ დღეები ისე გადის, რომ არ კითხულობს, დღეები თუ ისე გადის, რომ შენ ხარ მომლოდინე რეჟიმში, დავატრიალოთ ცოდვა და შევატრიალოთ სიტუაცია უკუღმა. აი სარკის ეფექტი უნდა გავაკეთოთ აქ ჩვენ, მაგრამ თუ ამ სარკის ეფექტის წარმოებისას შენ გაიაზრე, რომ აწი გინდ გამოჩენილა და გინდა რა და მე სულ გაქნეულ წილს მკიდიაო, ესე იგი არც ყოფილა საშენო და მთავარ გაკვეთილსაც აითვისებ და დაეწაფები, რომ არ გჭირდება ბედნიერებისთვის არავინ და ის თავისუფლება, რომელიც შენ გაქვს, სწორად გექნება გამოყენებული. კარიერული განვითარება, ფინანსური საკითხების დაალაგება, ფინანსური საკითხების მოწესრიგება, დაკიდებული სიტუაციების, უძრავი სიტუაციების დასრულება, 10-იან ხმალში გაყვანა ჩანს აქ ბავშვებო, რასაც გითვლიან, ნელა დაუშვათ რაღაცა სწორი გეზის აღება, ძალიან ტრანსფორმაციული წელი გექნება, შენ რაღაც მიმართულებას შეიცვლი, ინტერესები ჩანს აქ ახალი რაღაც კარიერულად, პროფესიულად, საერთოდ ისე უნდა დატრიალდეს შენი ბედის ბორბალი, რომ ცოტა ხელი შეუწყოს შენც, რომ რაღაცები მეტად უფრო მალე მოხდეს და მარტივად. მიიღებ შეტყობინებას 5-დან 7 დღის შუალედში მამაკაცისაგან, რომელი შეტყობინებაც და ის დიალოგი, რომელიც თქვენ ორ შორის უკვე განვითარდება და რაღაც რომელსაც აწარმოებთ, მოგიტანს მთავარ განცდას იმ გამარჯვების, რომ აი აქ მე ვარ მთავარი და ხო დაგანახე რეალურად, რომ ვინ ვარ და რა შემიძლია. მაგიხარ და დაიმახსოვრე. სურვილის ჩაფიქრება, აი ამ ყოველფრის მანიფესტირება, რეალიზება, ამის ნიჭი, ამის უნარი გაქვსო, აი ამას გითვლიან. და ეცადე დაუფიქრდე შენ სურვილებს, შენ ზრახობს, შენს არ ვიცი ოცნებებს, იმიტომ რომ გაქვს იმის უნარი, რომ რაღაცა რეალობად აქციო და რეალობაში მოიზიდო. ამიტომ დაუკვირდი შენს სურვილებს, დაუკვირდი შენს ოცნებებს, დაუკვირდი ხო რა გინდა, რა სითხო, რისი მიღება გინდა ცხოვრებისგან, იმიტომ რომ ამ ყოველფრის მიღება შენ შეგიძლია. რაც გაქვს ჩაფიქრებული ამას სისრულეში მოიყვან, თავარი არის რომ შენ განზე გადგე და დანარჩენი მიანდეო გეუბნება შენ ბედის წერას, ცხოვრებას. ყველაზე სწორ კარებთან აღმოჩნდები ამ წლის ბოლოს, ზუსტად იმ კარებთან, რომელი კარებიც გაგიხსნის ყველა იმ პოტენციალის, ესე თქვა, დიდ, არ ვიცი, თაღს კარიბჭეს, სადაც აი ფეხს რო შედგა, მიხვდები, რატომ რაღაცები არ და ვერ გამოვიდა თავის დროზე. სულ ეს არის მერის თქმაც შემეძლო თქვენთვის, ეს გაშლა არ არის ყველასთვის. მიმღები მიიღებ საკუთარ თავზე. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის Instagram გვერდზე დამიკავშირდებით. ქართული შრიფტით შენი ხიოლი. არ გაქვთ Instagram-ი? გააკეთეთ Instagram-ი, იმიტომ რომ სხვა სოციალური ქსელი არ მაქვს.